რატომ ხართ ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი? ამ კითხვასაც მისვამე ხოლმე და ჩემი პასუხი ასეთია. საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი არის თავად ევროკავშირი. მე არც წინააღმდეგი ვარ, არც მომხრე. კიდე გიმეორებ, ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ევროკავშირში შესვლის ნომერ პირველი მოწინააღმდეგი არის თვითონ ევროკავშირი. და ამის გაცნობიერება იყო აუცილებელი და არის აუცილებელი. დღეს კიდე არის დარჩენილი, უფრო და უფრო ცოტა ხალხია დარჩენილი, რომლებიცაც გონიათ, რომ რაღაცა უნდა გავერთიანეთ ამ ევროკავშირში და რაღაცამ გაერთიანებაში, ხო? არავინ არცად არ ღებულობს, შემო ძვირფასებო. და ჩვენ სანამ არ გავაცნობიერებთ ამ ჩვენს ამ პოლიტიკურ იდიოტიზმს, რასაც კოლექტიური ნაცები და ქართული ოცნება დღემდე ეწევა, ანუ კოლექტიური იდიოტიზმის პროპაგანდას, რომ ჩვენს რაღაც ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთ. ლიდერებმა ყველა მიცის, მეგობრებო, კოლექტიური ნაცების ლიდერებმა და ხელისუფლების ლიდერებმა ყველა მიცის, რომ არავინ არც არ ღებულობს, მოусმინეთ ახლანდელ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ბოლოს 3 წელიწად პრემიერი საუბრობდა თუ არ ვთქვი ასეთ ტექსტს, რომ ბოლოს 3 თუ 4 წელი ძალიან მძიმე იყო ჩვენთვისო. ზეწოლების ქვეშ ვიყავითო, ხო? ახლა ხო ამბობენ. ესე იგი რო ზეიმობდნენ და ამ ევროტრიაბღაში აქიცინებიებდნენ ამ გასაცოდებულ ხალხს და აყავდათ რუსთაველს დარბენიებდნენ. ჯერ კანდიდატის სტატუსს რომ მიიღეს დეკემბერში, მერე შარშანწინო 30 აპრილს რო წაიყვანეს ხალხი და რაღაც ამბავი რომ მოაწყვეს და შარშან კიდე 29 აპრილს. აი ეს უბედურება ევროტრიაბღები რო აქიცინებიეს გასაცოდებულ ხალხს, კაცო. ხო იცოდნენ, მეგობრებო. ევროკავშირში ჩვენი მიღების წინააღმდეგი არის თვითონ ევროკავშირი. იქიდან გამომდინარე, ამას თავიდან ვხვდებოდი, ვამბობდი ზუსტად ამ სიტყვებს. არსად ჩვენი მიმღები არავინ არ არის, ჩვენ რისვისაც ვჭირდებით მათ, ეს არის უნდა ვიყოთ სადგისი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მაპატიეთ გამონათქვამისთვის არა უკანარში. როცა დაჭირდება დასავლეთს, გავექანოთ უნდა და რაღაც უნდა ვატკინოთ რუსეთს. აი ეს უნდა გავაკეთოთ, შევქმნათ პრობლემები, დავიწყოთ საომარი მოქმედები, დავზაბოთ ურთიერთობა სახელმწიფოსთან, გქონდეს ანტირუსული ისტერიკა რისთვის? იმიტომ რომ რუსეთი დაასუსტო და იცვლება ვითარება. ამერიკაში შეიცვალა პრეზიდენტი, ლაგდება და ინაწილებენ მსოფლიოს. ჩვენ რო ახლა საომარ მდგომარეობაში ყოფილიყავით. რა დღეში ვიქნებოდა ქვეყანა? საერთოდ ვიქნებოდით? ღმერთმა მოგცეს აზროვნების უნარი. ღმერთმა მოგცეს რეალობის დანახვის უნარი. სურვილი ერთია, მეგობრებო და რეალობა მეორე. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ასე რომ შეკითხვაზე ვარ თუ არა მე ევროკავშირში შესვლის მომხრე წინააღმდეგი, არც მომხრე ვარ, არც წინააღმდეგი. უბრალოდ არის რა ვიცი აზროვნებითი, აი როგორ გითხრათ, აი პრობლემა. ვერთმა სიკეთე მოგცეთ. შემდეგი შეკითხვა, ეს რატომ ხართ რუსეთის მომხრე? ერთი მეორიდან გამოსავალია. ვინც მიცნობს წლებია უკვე პირდაპირ ეთერში ვლაპარაკობ. ერთი ფრაზაც კი, აი ერთი ფრაზა ამოჭერით და დადეთ და ჩამიგდეთ, ან გაასაჯაროეთ, გააკიბით ერთ ქვეყანას. სადაც ლაპარაკობ, რომ მე ვარ რუსეთის მომხრე. აი ერთი ფრაზა მაინც მოიყვანეთ. და ამდენი რატო ამბობთ ამას? იმიტომ ამბობთ ამაზე, იმიტომ გებადებათ ეს კითხვები კონკრეტულად ჩემს მისამართით. იმიტომ რომ თქვენ იმეორებთ TV პირველის ფორმულასა და მთავარის ნარატივს. ეგენი ლაპარაკობენ. ვინც არის უკრაინაში ომის წინააღმდეგი, ის არის რუსეთის მომხრე. ვინც არის გეიაღლუმის წინააღმდეგი, ის არის რუსეთის მომხრე. და რაღაც ასეთი სისულელი აბსურდა, თქვენც ეს გჯერათ. და ის რომ თქვენ ეს კითხვა გებადებათ, ჩემი პრობლემა კი არა, თქვენი პრობლემაა, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო. ამიტომ გამოდით ამ ავადმყოფური წარმოსახვი და რაღაც ავადმყოფური მატრიცი და რაღაც შექმნილი რო არის. და სხვათა შორის ეს ავადმყოფური პროპაგანდა მარტო პროდასავლელებმა, ეგრეთ წოდებული ოპოზიციამ კი არა, ხელისუფლება ახდენდა ამის კულტივირება წლების განმავლობაში. დღემდე აქვს აკოჭიალებული ეს გამგეობის თავზე სიბინძურის ტრიაფკა.
და დღემდე ვერ ჩამოუხსნიან. თან აღარ შედიან ევროპაში, აღარ თუნდაც ეს ევროკავშირის ტრიაპკა აკოწიალებული ვარ გამგობებთან, მერიებთან და აქვია პარლამენტთან და თარობებთან. ადმინისტრაციის შენობის აღარ თუნდაც. მაგრამ ვეღარ ხსნიან კონსტიტუციაში ასე აქვს ჩაწერილი. ასე რომ მეგობრებო, მე ერთად რისი მომხრეც ვარ მე, ეს არის ჩემი სამშობლო. სამშობლოს მომხრე ვარ, ჩემი საქართველოს მომხრე ვარ, ჩემი საქართველოს სიძლიერე მინდა, ჩემი სამშობლოს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება მინდა. და მინდა რომ ჩემ ქვეყანაში ქართველი იყოს უპირველეს ყოვლისა გახარებული და ბედნიერი და მერე დანარჩენი. და რო ეს ხდება დღეს, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ეს არის გენოციდი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ძარცვა ქართველი ხალხისა და გარყვნა ქართველი ხალხისა და ამას აკეთებს ხელისუფლება.